გამარჯობათ, ეს გადაცემა თქვენი დროა. შეგახსენებთ, რომ დღეს 30 აპრილია, 4 შაბათი და საუბრობთ იმ თემაზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველა ქართველის და არა მარტო ქართველის ოჯახს აწუხებს. 7 მილიარდზე მეტი იხარჯება რეკლამაში თამბაქოზე წელიწადში. თქვენ წარმოიდგინეთ, რა დიდ თანხაზე არის საუბარი. შენ მიზანში ხარ ამოღებული, ეს ფრაზა სლოგანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ახალგაზრდა და ფიქრობს, რომ უნდა მოწიოს თამბაქო. არ უნდა გაეკაროთ საერთოდ, მე ბავშვებს მინდა მოუწოდო პირველ რიგში, იმიტომ რომ თუ ერთხელ მაინც გასინჯო, უნდა იცოდე, რომ შენ უკვე მიზანში ხარ ამოღებული. ეს პრობლემა, როგორც ვახსენე, არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს აწუხებს და მე მინდა, რომ სავალალო სტატისტიკაც აქვე დასაწყისში გაგაცნოთ. თამბაქოს გლობალური ეპიდემია დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად. აქედან 600,000-ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება. ხოლო მილიარდზე მეტი ადამიანი 15 წლით ზევით დამოკიდებულია თამბაქოზე. ამ ადამიანების დაახლოებით 80% დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყანაში ცხოვრობს. სამწუხაროდ საქართველოს თამბაქოს მოხმარების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია ევროპის რეგიონის ევროპის ქვეყნებს შორის. მოკლედ, სწორედ ამ თემაზე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად. გამოხატეთ თქვენი მოსაზრება, დასვით პირდაპირ თქვენს ჩემთან ერთად კითხვები. ტელეფონის ნომერი, როგორც ხედავთ, უკვე მითითებულია ეკრანზე და ერთად რაღაც გამოსავალი თუ არსებობს დღეს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, გლობალურ ნაბიჯებზეა უკვე საუბარი. ამაზე ვიმსჯელოთ სტუმრებთან ერთად და წარმოვადგენ ამ ადამიანებს, რომლებიც უკვე სტუდიაში ბრძანდებიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორი ბატონი კახა ღვინიანიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნუკა მაღლაკელიძე და თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ისაუბრებენ მეტად მწვავე თემაზე დღეს ჩვენ სტუდიაში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები და საუბრობთ თემაზე, რომელზედაც არაერთხელ არაერთი გადაცემა იყო მიძღვნილი, თუმცა საუბარი ხშირად საუბრად რჩება ხოლმე თუ საუბრობთ საქართველოზე. რატომ ხდება ეს? მიუხედავად იმისა, ბატონ გიორგი, თქვენგან დავიწყებ, რომ ჩვენ უკვე სახელმწიფო დონეზე აიყვანეს კანონიც 2013 წელს იქნა შემუშავებული. არის უამრავი განმარტება ამის შესახებ, მოთხოვნაც, თქვენი აქტიურობაც, აქციებიც და ამ აქციის ერთ-ერთი ნაწილი არის მაისური, რომელიც მე დღეს სპეციალურად მაცვია და ეს გადაცემაც დავიწყოთ ამ აქციით. კარგით, მაშინ მოგესალმებით, მე ვესალმები თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის და რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებზე ვიდრე გადავიდოდეთ, მაშინ მონახას გავაკეთებთ ამ აქციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მულტინაციონალური კომპანია გახლავთ ფილიპ მორისი, რომელიც მართლა არ ზოგავს, აი თქვენ ახსენეთ კიდევაც მილიარდობით თანხას იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდა თაობა ჩაითრიოს იმაში, რასაც ქვია თამბაქოს მოხმარება და რა გამოსავალი აქვს ამ თამბაქოს მოხმარებას, ჩვენი მეგობრები და კოლეგები კიდე ისაუბრებენ ამის თაობაზე. გასულ წელს მათ დაიწყეს აგრესიული რეკლამა, რომელიც მიმართული იყო არასრულწლოვანებზე ძირითადად და ეს დააფიქსირა 6-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ხოლო ოქტომბრის თვეში გერმანიამ, იქედან გამომდინარე, რომ სპეციალისტებმა მიიჩნიეს და დაადასტურა გერმანიის სასამართლომ, რომ მართლა მათ მიერ ორგანიზებული საინფორმაციო და საპოპულარიზაციო კამპანია ეხებოდა არასრულწლოვანებს და გათვლილი იყო ბავშვების ჩათრევაზე, ამ ნარკომანიაში, ესე რომ ვთქვათ, აკრძალა ამ კამპანიის გავრცელება გერმანიის შემდგომ ამას გამოეხმაურა უკვე ლათინური ამერიკის ქვეყნები, აზიის და ასე შემდგომ. დღეს 50-მდე ქვეყანა უკვე მოუწოდებს ამ საერთაშორისო კომპანიას, უпроსტად ამ კამპანიის წინააღმდეგ, რომ აიკრძალოს ეს კამპანია და საერთოდ აიკრძალოს, მინდა გითხრათ, რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის ყველა სახე. ეს გერმანიაში. არა, მთლიანად მსოფლიოზეა ლაპარაკი და ამას გვავალდებულებს ჩვენ და ამ ქვეყნებსაც სხვათა შორის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, რომლის წევრებიც არის
179 ქვეყანაა, მათ შორის საქართველო და საქართველო 2006 წელს უკვე როცა ძალაში შევიდა კონვენცია საქართველოს 2006 წლის მაისიდან შეუერთდა ამ კონვენციას და შესაბამისად ჰქონდა ვალდებულება 5 წლის განმავლობაში აეკრძალა ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. აი ვადა გავიდა 2011 წლის მაისში მოგეხსენებათ და წინამთავრობის და წინა რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელი იყო ფაქტურად, იმიტომ რომ სახელმწიფო დონეზე იყო, ასე რომ ვთქვათ, რეკლამაში რესურსების დაბანდება და საკმაოდ სერიოზულ თანხებს ღებულობდნენ კონკრეტული პირები ამ ბიზნესიდან. შესაბამისად, უკვე ვექტორი გადმოვიდა მომდევნო ასე რომ ვთქვათ, თავრობაზე და მოგეხსენებათ წინა წელს მართლა გააქტიურდა შესამჩნევად, მე ვიტყოდი, მოძრაობა თამბაქოს კონტროლის სასარგებლოდ, თუმცა იმავდროულად უკვე გამძაფრდა თამბაქოს ინდუსტრიის, ესე რომ ვთქვათ, ძალისხმევები. მე არ მინდა ეხა კონკრეტულ საკითხებში შევიდე, მინდა რომ ესე რომ ვთქვათ, ჩვენს რატომაც ხდება ეს, მეგონი თალსახად ყოველთვის ეპიდემიოლოგიური სურათით რომ მოვიხილოთ, საერთოდ რა ხდება ჩვენთან თქვენ მსოფლიო მასშტაბით ბრძანეთ, რომ ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი იღუპება. აქედან 10% 600,000 მხოლოდ პასიური მწვეველი როა და სხვის გამონაბოლქვ ჩაისუნთქავს და არაფერ შვაში არ არის, განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც მშობლების და ახლობლების მიერ თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და იღუპებიან. მათი უფლებები აბსოლუტურად იგნორირებულია, ხო, ამ თვალსაზრისით და ჩვენი გულისატკივარით ეს არის, რომ დავიცვათ დღევანდელი თაობაც და მომავალი თაობებიც ამ საშინელი სენისაგან. და მე მინდა საზოგადოებას უფრო, ესე რომ ვთქვათ, ნათლად ვაჩვენოთ თქვენ როგორც სპეციალისტებმა, თქვენ როგორც სახელმწიფო წარმომადგენლებმა. ჩავთოთ თან საუბარში და პარალელურად ნუკას აზრით საინტერესო იქნება, სახელმწიფო თქვენ ახსენეთ, ხო, როგორც ნუკა მუშაობს ამ თემასთან დაკავშირებით და თქვენი დღევანდელი მონაცემები, დღევანდელი შედეგები სავალალოა ყავს სხვა წევრებთან შედარებით. ხო, მოდით ჯერ ამით დავიწყოთ და შემდეგ რა უნდა დაიგეგმოს და რაზე მუშაობთ კონკრეტულად, იმაზეც ვისაუბროთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და დავიწყებ ეპიდემიოლოგიური სურათით, ზოგადად რა სიტუაციაა ამჟამად საქართველოში. უკანასკნელი კვლევა, რომელიც საქართველოს ჩაატარა ამ მიმართულებით, ეს არის არაგადამდები დაავადებების რისკ ფაქტორების კვლევა და მათ შორის მოგეხსენებათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის თამბაქო, ეს იყო 2011 წელს. ანუ ჩვენ პრინციპში საკმაოდ მოძველებული მონაცემი გვაქვს ამჯერად ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მონაცემითაც კი საქართველო არის საკმაოდ ერთ-ერთი მაღალ მომხმარებადი ქვეყანა, 30% საქართველოს მოსახლეობის მოიხმარს თამბაქოს, აქტიური მწვერვალია. აქედან მამაკაცები არის 55%, ხოლო ქალების 5%. მეტია რა, დავიჯერე. თუმცა ეს 2011 წლის კვლევის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ვარაუდობთ, რომ აქ რაღაც ხარვეზები არის, რადგანაც ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ განსაკუთრებით რეგიონებში ეს კიდევ სტიგმატიზირებული ფაქტია და ბევრი ქალი არც ამბობს სინამდვილეში ამ ჩვევის შესახებ. ამიტომ ეს კიდევ უფრო ჩაღრმავებული კვლევა არის. იბატონო, ნუ აქ მაინტერესებს კვლევა ვინ ჩაატარა და როგორ მოხდა ამ კვლევის, ასე ვთქვათ, დიფერენციაცია, იმიტომ რომ 55% მამაკაცები, 5% და აქ ახალგაზრდების სკოლის მოსწავლეებიც უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ არსებობს რეალური სამწუხარო ფაქტი ამასთან დაკავშირებითაც. კვლევა, რომელზეც მე ვსაუბრობ, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, მოწოდებული მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევა და განმახორციელებელი ამ შემთხვევაში იყო ჩვენი ცენტრი. და ეს კვლევა ჩატარებულია მოზარდ მოსახლეობაში, ანუ 18-დან 65 წლის ასაკის მოზრდილ. რაც შეეხება მოზარდებს, უკანასკნელი კვლევა ჩვენ ჩავატარეთ 2008 წელს და ამ კვლევის მონაცემებითაც 16%, 15-16 წლის ასაკის მოზარდების არის აქტიური მწვერვალი. ხოლო რაც ყველაზე საგანგაშოა, პირველად სიგარეტის გასინჯვის ასაკი, ყველაზე ადრეული ასაკი არის 9 წელი. რას ლაპარაკობ? კი, სამწუხაროდ არის ეს შედეგი. მოდით გადავიდეთ ბატონ კახასთან. თქვენი, ასე ვთქვათ, ესეთი გამხსნელი სიტყვაც მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით და რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა და რატომ ვერ რეგულირდება, რატომ არ მოდის ძალაში ეს კანონი? მხოლოდ იმიტომ, რომ ეკონომიურად შემოსავლები შემოვიდეს, შემოედინოს, როგორც ბატონ გიორგი იტყოდა ხოლმე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თუ ნება ალბათ არ არსებობს? დიახ, ну, საქართველოში თამბაქოს წინა უნდა აქტიური ბრძოლა 99 წლიდან დაიწყო პრინციპში.
თამბაქოს საწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელობით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის შემდეგ გადმოვიდა ეს ყველაფერი დაავადებათა კონტროლის ცენტრში და ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე შემდეგ. დღეს უკვე იმ კონდიციამდეა თუ დავეყრდნობით იგივე კვლევებს, რომელიც საზოგადოებრივ აზრს იკვლევს, რომ საზოგადოება ბევრი რამისთვის მზად არის, ბევრი ცვლილებისთვის და ეს ეტაპები ერთმანეთს ცვლის ხოლმე, როცა საზოგადოება წინ უსწრებს სახელმწიფოს, ექსპერტები კიდევ წინ არიან და რაღაც კომბინაციები, მაგრამ დღეს საზოგადოება უფრო მეტ რამეს მოითხოვს, აკრძალვებს, შეზღუდვებს, წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ვიდრე გვაქვს კანონმდებლობაში. იმიტომ რომ რაც უფრო ვითარდებით და ჩვენ ვითარდებით რეალურად ჩვენი ქვეყანა თანდათან ასე ვთქვათ თვითგადარჩენის მომენტიდან უკვე რაღაც ცოტა მოვდივართ სხვა საზრისზე და შესაბამისად ვხედავთ იმ უარყოფით ეფექტებს რაც თამბაქოს მოაქვს. ფილტვის კიბო, სიკვდილი, ნაყოფიერი გარდაცვალება, უამრავი დაავადება, ეკონომიკური ზარალი, რომელიც ამას მოაქვს და ჩვენ საზოგადოებასთან ერთად უკვე ამას ვხედავთ. და გვინდა რომ ხედავდეს მთავრობაც ამას ყველაფერს. თქვენ როგორ ფიქრობთ, არ არსებობს მთავრობის ნება, ყოველ შემთხვევაში კანონი დადეს. მთავრობის ნება გამოიხატება დიდი ხანია 2013 წლიდან 14 წლამდე არსებობს ხო მარტში იყო ხო რამდენადაც არ ვწდებით 15 მარტში და ფებრუარში დაიწყო 49 ფებრუარში კანონმა ბიზნესთან დაიწყო ეს პროგრამა დადგენილება რომელიც გულისხმობს შევახსენოთ თან მაყურებელს რადგან თან მაქვს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების არასამთავრობო ორგანიზაციის და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. რა მოხდა ამის შესახებ? რატომ? ალბათ ამ ნაწილზე ნუკა გვესაუბრება, ის რაც სახელმწიფომ მიიღო, თუმცა კი ჩვენ ყველანი ერთად ჩართული ვიყავით ამ პროცესებში, თუმცა კი ის რაც ჩვენ გვინდა ვთქვათ, არის ის რომ ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული 2013 წელს ხა ეს რეალობა არის ის რომ გვაქვს სახელმწიფო სტრატეგია მე ვიტყოდი ეს არის სახელმწიფო სტრატეგია რომელიც არის მესამე ეტაპი ჩვენი ქვეყნის თამაშ კონტროლის კანონმდებლობის განვითარების მაგრამ სამწუხაროდ მეოთხე ეტაპის დაგჭირდება იმიტომ რომ მას აქვს ნაკლოვანებები თუმცა კი ჯერ ნაკლოვანებები აქვს აქ არის ის რომ კაფე-ბარებში სრული აკრძალვაზე არ არის ცალსახა პასუხი ამ სტრატეგიაში. იქ არის მხოლოდ ნაწილობრივ შეზღუდვაზე რაც არის ძალიან დიდი ხელი. გადის იქაც და იგივე ის 600,000 ადამიანი ხვდება მათ სამწუხაროდ სიაში. და მე ვფიქრობ პარლამენტში განხილვის დროს ეს საკითხი იქნებ დარეგულდეს, იმიტომ რომ ის მიდგომა რომელიც არის რომ კაფე-ბარებში უნდა გამოიყოს მაგალითად სპეციალური ადგილები, ეს ბიზნესისთვის ძალიან სერიოზული ზარალის მომტანია. თან ეს დროებითი მოვლენა იქნება, იმიტომ რომ კაფე-ბარებში სრულად უნდა აიგზავნოს, ცხადია. ამიტომ იმედია რომ პარლამენტში ეს ყველაფერი უფრო კაფეოდ დარეგულირდება და უფრო იმისკენ წავა, რასაც ვამბობდი დასაწყისში, რომ საზოგადოება უფრო მეც მოითხოვს. არის ნაწილი, თქვა წეველების ნაწილი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია რომ კაფე-ბარში თქვა აკრძალული იყოს, მაგრამ 70% ჩვენი საზოგადოების არ ამწეველია და მე მგონი ყველას ესმის, რომ ხა კაფე-ბარი რომელიც გამჭვარტული არის ამ თამბაქოს ნამჭვით, არავის არ აქვს სურვილი შესვლის და დიდი პრობლემაა ეს, მე ვფიქრობ თვითონ კაფე-ბარების ეკონომიკისთვისაც. თუ ერთ ხვრელს ვნახავთ სისუსტეს. არის მეორე სისუსტე, ეს არის ჩამოუყალიბებელი პოზიცია ლიცენზირების საკითხთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ინდუსტრია ამ ქვეყანაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფლად ნავარდობს მას როგორც ნებისმიერ ბიზნესს, ისე შეუძლია დაიწყოს ბიზნესი და მთელი პროცედურები წარმართოს, ისე რომ სახელმწიფოს ერთი კითხვაც არ აქვს მის მიმართ, რომ რას აკეთებს, რატო აკეთებს და ამ შემდეგ. არ არის ნორმალური მოვლენა, რა თქმა უნდა, რომ ეს ხო არ არის, ვთქვათ, ფუნთუშების წარმოება რა, ეს პროდუქტია, რომელიც კლავს, ამიტომ არის ეს, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი როგორც ჩანს ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მანამდე ბევრი რამ არის, მაგალითად, სრული აკრძალვა რეკლამის და სპონსორობის. თუმცა კი სპონსორობა დღესაც არის აკრძალული და ბატონ გიორგი და ჩვენ ყველანი შევეხებით ამ საკითხს. ინდუსტრია მიუხედავად ამისა და სახელმწიფოს ცოტა სუსტი პოზიციის გამო ძალიან ბევრ ხვრელს ნახულობს დღევანდელი აკრძალვის პირობებშიც კი. ეს ყველაფერი საბოლოოდ იმაზე აისახება, რომ კლება ჩვენს ქვეყანაში არის სიგარეტის, იგივე ნუკამ რაც ახსენა ამ კვლევის მიხედვითაც თუ შევადარებთ იგივე მსგავს კვლევას 2000 წელს, დაახლოებით 3%-იანი კლება, ახლა
კვლევარებში 3%-იანი კლებად არ ითვლება, მაგრამ ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის 10 წლის მანძილზე. ეს არის, ყოველ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ არ იზრდება. თუმცა აღნიშნეთ, რომ ეს არ არის რეალური კვლევის შედეგი, რეალობა როგორც თავად მოგახსენა სოფლებში, რეგიონებში უფრო იცით, მე პირადად განსხვავებული მოსაზრება მაქვს ამ საკითხზე, მე მგონია, რომ ეს სწორედ რომ ზუსტი მონაცემია, თუმცა ქალაქებში შეიძლება სხვა სურათი იყოს, მაგრამ მთლიანობაში ეს სურათი ზუსტია. იმიტომ რომ ამ მონაცემითაც კი ჩვენ ევროპაში მესამე ადგილზე ვართ წეულობის მხრივ. ამიტომ პირველ ადგილზე რომელია? სომხეთი, რუსეთი, ალბანეთი, აი ესენი არის, ხო, უნგრეთი, აი ესენი ქალებში, ხო, ქალებში სხვა სურათია, ხა ქალებში უფრო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არის უფრო მაღალი. ჩვენ ბევრი რამ არის პროგრესი, თუმცა კი არის სისუსტეებით და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს სისუსტეები ესე დარჩეს. თუმცა კი ვიყვებით პროცესს და ვნახოთ როგორ იქნება. მოგლეთ, რაც სამი რესპონდენტისგან ახლა მოვისმინე, ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ წინ ვერ მივდივართ აკრძალვის მხრივ, ყოველ შემთხვევაში რეალური სურათი მაინც არის ის, რომ იზრდება თამბაქოს მომხმარებელთა რიგებში, თუნდაც ახალგაზრდების რიცხვი მატულობს. მე დავსვი კითხვა და თქვენ უნდა მაინტერესებს აი ეს ყველაფერი 58 კანონი, რომელიც ახსენე, რამდენიმე ორგანიზაცია ჩამოთვალე, რომელსაც ევალებოდა ამის ყველაფრის სრულყოფაში, რეალიზება და შემდეგ ასე ვთქვათ, შედეგის დადება. მოხდა თუ არა რამე ისეთი დადებითი ძრა ამ კუთხით? რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, როგორც თქვენ ახსენეთ, 2013 წლის მარტს მოხდა რეალურად თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელიც არის მრავალსექტორული სტრუქტურა და ესეც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რაც ქვეყნებმა უნდა შეასრულონ, რომ რეალურად თამბაქოს კონტროლს მიხედოს არა მხოლოდ სიტყვაზე ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ მოხდეს უკვე მისი განხილვა მრავალ სტრუქტურულად და ეს ფუნქციები გადანაწილდეს. რა თქმა უნდა, გადანაწილდეს და ვალდებულება იგრძნოს ყველა დაინტერესებულმა სტრუქტურამ. ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ეს კომისია არსებობს. კომისიის მოვალეობა ერთ-ერთი ძირითადი. თუმცა ამ სტრუქტურებში ხომ არ არის თითის გაშორის პოლიტიკაც? ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გიორგი მეთანხმება. შემამდე როცა მოვა სიტყვა მე რაღაცა დაუგრო. ეს სტრუქტურებიც არის. და საჯაროდ და ამის შესახებ და კონკრეტული პირების შესახებაც მოგახსენეთ აბსოლუტურად. ჯერჯერობით რეალურად გვაჩვენებს იმას, რომ თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა რეალურად დამტკიცდა მთავრობის მიერ, რაც მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია ასევე, რადგან ეს უკვე სამართლებრივი დოკუმენტებია, რაზეც შეიძლება შემდგომ აპელირება, რომ სერიოზულად, რეალურად განხორციელდეს ეს ღონისძიებები. ასევე პროცესში არის თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება, რაც უკვე საშუალებას მოგცემს, რომ ყველა დაინტერესებული სტრუქტურის ბიუჯეტი, ასე ვთქვათ, გარკვეული ნაწილი ეთმობოდეს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს. ველოდებით ამის დამტკიცებას. ეს ყოფილი უახლოეს მომავალში ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება, რადგან ეს როგორც მოგეხსენებათ არის პროცესი. ეს მარტივად შედეგს, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევთ, ყველაფერი არის შეთანხმების საგანი და პროცესი მიმდინარეობს და ვიტყოდი, რომ პროცესი პროგრესისკენ მიმდინარეობს. მაყურებელი ყავს ხაზზე, მოვისმინოთ მისი მოსაზრება. გამარჯობათ, გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. მე ბებია ვარ, რომელსაც ძალიან სკივა მომავალი თაობა. ერთ რარისი როდის იყო თქვენს გადაცემაში? დიახ. იყო სიგარეტთან დაკავშირებული პრობლემები, რაღაც ფილმი გვაჩვენეს. დიახ. და მომივიდა იდეა, რომ სკოლებში ვაჩვენოთ ეს ფილმები. მე გავაკეთებ მობილიზაციას გნებავთ ამ ქალაქში, იმიტომ რომ ბოლო კლასების ბავშვები სულ ყველა ეწევა. კი, გეთანხმებით. ძალიან მტკივნეული მე ვიყავი რესურს ცენტრში. დიახ. ვისაც ევალება ამ სკოლების ისა და რა ვიცი, ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე. ვის შეხვდით კონკრეტულად ინიციატორი, რომ მობილიზაცია გაუკეთოთ, ჩამოვიტანოთ ფილმები, ვაჩვენოთ ბავშვებს, ყველა სკოლას იქნებ ვინმე გაითავისოს ეს უბედურება, რაც იქ ხდება.
მე მგონი ვიღაცა მაინც დაფიქრდება აი ესეთ რამეზე, რა ჩემი ინიციატივაა ესა. კაბატონო, ჩვენი თხოვნა იქნება რომ დატოვოთ თქვენი კოორდინატები, ხელახლა გადმორეკეთ და ხელახლა გადმორეკეთ და თქვენი ტელეფონის ნომერი დაგვიტოვეთ. აუცილებლად ბატონი გიორგიც ითხოვს რომ თქვენაირი ადამიანები ჩვენს რიგებში, ანუ ბატონ გიორგის რიგებში აუცილებელია. და ახლა მოვისმინეთ თქვენს კომენტარს, სწორედ ამ თემით. საზოგადოებრივი აქტიურობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბატონმა კახამ ახსენა კიდევაც და არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის მიერ, არამედ სხვა ორგანიზაციების დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მაჩვენა, რომ მოსახლეობაში ამ საკითხებისადმი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად პოზიტიური. ანუ მოსახლეობა უკვე რამოდენიმე წელია ელოდება, როდის ამოქმედება ეს ყბადაღებული კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ, ან გაუმჯობესდება და როდის დაედგება საშველი ვთქვათ ადმინისტრებას. ეხლა რა შემშლელი ფაქტორები არსებობს ამ თვალსაზრისით? თუმცა მე ახლა ვიტყვი, იმიტომ რომ სადაც მოზარდი ცხოვრობს, იქ ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ძალიან გულახდილად რომ მოვყვე. დედა მეუბნება რომ მისი მე-11 კლასელი გოგონა დავინახე სიგარეტით და ნუ ხა დედას შევხედე, მე ამ ბავშვს შევხედე და მე მირჩევნიაო რომ ჩუმად მოწიოს იმას, ჩემთან ერთად მოწიოს და ვიცოდეო. და აბსოლუტურად როცა ეს ოჯახში ხდება მისაღები, არის ძალიან სავალალო შედეგის მომტანი. არა, თქვენი აზრიც მაინტერესებს. ეს ბავშვისთვის არის ჩვეულებრივი მოვლენა, როცა ხედავს და შეუძლია სკოლის მოსწავლემ დაждდეს დედასთან და მოწიოს სიგარეტი. ამას ეს არის ყველაზე მთავარი პირველ რიგში ალბათ, როცა არ ხდება მშობლის მიერ კონტროლი, თუნდაც იმ სკოლაშიც ხანდახან უნდა გააკონტროლოს და თუნდაც ეზოშიც და სახლშიც და ყველგან. არამედ ალბათ მშობლის ქცევის ცვლილებაც უნდა იყოს, რადგან ბევრმა კვლევამ ისიც ანახა, რომ წეველი მშობლების შვილები ყოველთვის უფრო მეტია ალბათობა, რომ თვითონაც მწეველები იყვნენ, რადგან ეს ნორმალიზებულია მათ ოჯახში. აი თქვენი კვლევა რას ადასტურებს? რა იწვევს ყოველივე ამას? რა იწვევს? ეს არის სოციალურად მიმღებლობის ასე რომ ვთქვათ არსებობა საზოგადოებაში. და არაინფორმირებულობა. რა განაპირობა ამ ყველაფერმა, ხო? მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირში არანაირი რეკლამა არ იყო, მაგრამ თვითრეკლამებს ჰქონდა თავისთავად უკვე ყველა მიცოდა რა სახის ბრენდები იყო იმ პერიოდში, ვთქვათ, საბჭოთა წარმოების და ძირითადი აქცენტი და სტერიოტიპი ჩამოყალიბებული იყო ისეთ, რომ ეს არის კაცების საქმე, ვთქვათ. და ძალიან მცირე რაოდენობით ეწეოდნენ და 85 წლის მონაცემებით, 1985 წლის მონაცემებით საქართველოში ქალებში მწვეველობა იყო 5% და დღესაც აღმოჩნდა, რომ თურმე იგივე დონეზე ვართ, რაც რა თქმა უნდა არ არის რეალური მართლაც ჩვენი გადმოსახედიდან და ჩვენი ექსპერტული შეფასებიდან ჩვენ გასაგებია. იმიტომ რომ მათ მიერ ორგანიზებულია და ხა უხერხულია რომ არ დაეთანხმოს იმიტომ ჩვენ კიდე დამატებით სხვა კვლევა როცა სხვას დაადასტურებენ მე თქვენთან არ შედივართ, იმიტომ რომ არა მაინტერესებს იმიტომ თქვენ არ ეთანხმებით 85 წელი ახსენეთ და იგივე 5% თუ არის, ნამდვილად არ არის რეალური სურათი ბატონ კახა. კი, მით უმეტეს ახალგაზრდა გოგონებს შორის ინტენსიურად ბოლოს 7-8 წლის განმავლობაში 2.5-ჯერ მოხდა თამბაქოს მოხმარების ზრდა. შესაბამისად, მთლიან პოპულაციაშიც ამან ზრდის ტენდენცია გამოიწვია და დაახლოებით ჩვენი გათვლებით 13-14%-ამდეა ქალებში მწეველობის, ესე რომ ვთქვათ, რიცხვი. მეტი ახლა ქალაქებში, როგორც ვთქვით, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია, ყველაზე მაღალი, რა თქმა უნდა, ქუთაისშია, ისე თბილისშია, ქუთაისში, ბათუმში და ასე შემდგომ. და შემდგომ მოდის, ესე რომ ვთქვათ, თბილისში კიდე რაოდენობით, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში ამ ინდუსტრიის ვთქვათ იგივე განვითარებამ და იქ საპრომოუშენო აქციების ინტენსიურად ჩატარება თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან განაპირობა ეს ყველაფერი. აი რატომ დავიწყე ეს? როგორც კი დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაშინვე მოხდა ამ საერთაშორისო ტრანსნაციონალური კომპანიების შემოსვლა და თავიანთი ბრენდების უკვე პოპულარიზაცია, ხო? საკმაოდ სერიოზული თანხები დაიწყო თავიდანვე ჩაიდო და ჩვეულებრივად უკვე საზოგადოებაშიც მიღებული გახდა, პოპულარიზებული გახდა და ეხლა ინტენსიურად მიდის პოპულარიზაცია. განსაკუთრებით მიდის ახალგაზრდა თაობებში და ეს დასაწყისში გადაცემის რაც ვახსენეთ, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კანონით ვთქვათ აკრძალულია სპონსორობა, დღესაც კი თამბაქოს ინდუსტრია აფინანსებს ისეთ დაწესებულებებს, როგორიც არის თეატრები, ისა რა ქვია, რადიო პროგრამები, მუზეუმი და სხვადასხვა ესე ვთქვათ კულტურის დაწესებულებები და იქმნიან ესე ვთქვათ შესაბამისად დადებით იმიჯს და ერთ-ერთი მსხვილი ამ ესე ვთქვათ პოპულარიზაციის და ამ თვალსაზრისით
რესურსების ჩამდები გახლავთ იაპონური თამბაქოს კომპანია, რომელიც დღეს გამოდის ლობისტური ჯგუფის ხელმძღვანელად საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ მისი ხელმძღვანელი გახლავთ ყოფილი, ასე ვთქვათ, წინამთავრობის, წინა ხელისუფლების ვამბობ, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, რომელიც ფაქტიურად ჩანერგილი იყო ჯანდაცვის სამინისტროში, ის კამნახობდა პოლიტიკას თავის დროზე. რის საფუძველზე აცხადებთ ამას? თვითონაც დაადასტურებს, რა თქმა უნდა, და დღეს ის გახლავთ სახე და მინდა გითხრათ, რომ როგორც კი ვთქვათ, მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ, 3 დღის შემდგომ ეკონომიკის მინისტრი შეხვდა იაპონიის თამბაქოს კომპანიის წარმომადგენელს შვეიცარიიდან, ვიცე-პრეზიდენტს და მოხდა გარიგება, ასე რომ ვთქვათ, გარკვეულწილად, რომ ისინი აგებდნენ ახალ თამბაქოს საწარმოს და აქ მე მინდა გასაღები ვნახოთ, რა ხდება პროცესი თუ ვერ შევაფასეთ რეალურად, თუ არ ვიცით ვინ არის მოთამაშეები, რას ლობირებენ ისინი და ვის რა ინტერესი აქვს კონკრეტული, ხო? იმის გარეშე რა თქმა უნდა დასკვნას ვერ გავაკეთებთ და რეალურად გადაწყვეტილებასაც ვერ მივიღებთ, ხო? და წინ ვერ წავიდეთ. თავისი ადამიანები ხშირად არა მარტო საქართველოში გამოჩნდებიან, არამედ მსოფლიოს ყოველ ქვეყანაში, იმიტომ რომ მათ ინტერესებში შედის ფულის გაკეთება, უხეშად რა. აბსოლუტურად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბრძოლა სხვა კუთხით უნდა გაგრძელდეს, ანუ პირდაპირ ამ ადამიანების მიმართ გასაგებია, რომ თქვენნაირმა პიროვნებებმა უნდა მოახდინონ ასე ვთქვათ, ზეწოლა, მხილება და ასე ვთქვათ, ხელის გაშვერა, რომ შენ ამას აკეთებ, მაგრამ პარალელურად იგივე ქალბატონმა მაყურებელმა ახსენა, რომ აუცილებელია ინფორმირებულობა, მეტი გადაცემები სკოლებიდან დაწყებული და უფრო ინტენსიურად არასამთავრობო და თქვენი ნაირი ადამიანების ჩართულობა. იმიტომ რომ მე მაგალითად რომ ეცოდინება, რომ ეს ამას რო იწვევს და რომ ვარ 15 და 16 წლის არასდროს არ მოვკიდებ ამას ხელს, იმიტომ რომ აქ ინფორმაცია. გავაგრძელოთ ოდნავ მოგვიანებით საუბარი, მაყურებელია კვლავ ხაზზე და საზოგადოების აზრი არის მნიშვნელოვანი დამეთანხმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. ეხლა მე რა მინდა გითხრათ. ძალიან ბევრი პედაგოგია მწევრი. გეთანხმებით. საბავშვო ბაღის პედაგოგები, სკოლის და ხო უმაღლესი ხო. და უკვე იქამ ზომამდე არიან, ვისო ქუჩაში მოდიან და უკვე ეწერიან ქალბატონები, გოგონები. წინათ მაინც რაღაცა მორიდებულა ჰქონდათ რაღაცა კუთხეში მიდგებოდნენ რაღაცა და ჩუმა თუ არ და ეხლა პირდაპირ მოდიან დემონსტრაციულად ეწერენ. ხო და აი ხო მაგას ჯარიმა უნდა შემოვიდეს. გოგოებზე განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეგენი არის მომავალი დედები. და აი მაგათ ვინც მოტებს სიგარეტს აი ეს ქუჩას აუცილებლად უნდა დაჯერიმდნენ. ხო. პარკებში შემოდიან გოგონები ბიჭებთან ერთად, საალხელში სიგარეტი, მეორე ხელში ლუდი და ეს ნუ არ ვიცი რა. გასაგებია. მე ვფიქრობ, რომ არის თქვენს წინადადებაში ლოგიკა, მადლობთ თქვენი აზრი რომ მოგვაწოდეთ. ამ ჯარიმის სახით რომ შეივსოს ბიუჯეტი უმჯობესი არ არის, ვიდრე გაყიდული სიგარეტის მიერ შევსებული. ჯარიმა დასრულ ადამიანს ალბათ რთულია დაუწესო ისეთ კაცებს. ქუჩას თუ გადაჭრის და ჯარიმებს, როგორც თუ არ გავიკეთებ და მაჯარიმებ, ეს არის რეგულაცია, რომელიც ანუ თუ აკრძალავს